გამარჯობა. ეხლა ვიმყოფებით ავტობანში, ავტობანის დამფუძნებელ ბატონ ბაკურ ხუნდაძესთან ერთად. გამარჯობა ბატონ ბაკურ. და გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო თემა, რაზეც მე პირადად ავტომოყვარული როგორც თქვენ გვეცით ბატონ ბაკურ და ბევრი კითხვა მაქვს. შევეცდები ისეთი კითხვები დავსვა, რაც მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნება და ესე ხშირად დასმული კითხვები რაც არის. ჩამჭრელები. ჩამჭრელებიც მათ შორის თუ მომაფიქრეთ რამე ისეთი. პირველი კითხვა, რაც ყველაზე ალბათ ხშირი არის და გჭირდება ყველა მომხმარებელს რომ ვიცოდეთ. რატო თან ავტობანის მომხმარებლები ვინც ვართ მით უმეტეს რა, რატო ავტობანი, რატო უნდა ჩავასხათ ძრავის ზეთი და გადაცემათა კოლოფის ზეთი ავტობანში და რატომ შევცვალოთ თან აქ? კი ბატონო. მე შეგვისაუბრე ამ თემაზე რომ ზეთების სამყარო, საერთოდ ავტომარკეტის სამყარო იყოფა ორ ნაწილად. მარკეტინგული კომპანიები და არამარკეტინგული კომპანიები. განსაკუთრებით ზეთებში ხდება მსგავსი რამე, რომ არიან კომპანიები, რომელსაც შეიძლება საწარმო არ ქონდეს, მთლიანად მარკეტინგი იყოს და საწარმო იყოს სხვისი. და შედიოდეს როგორც შემკვეთი ამ სხვის საწარმოში. და არსებობს სუფთა მწარმოებლები, რომელიც რთული ხალხია, მარკეტინგი არ აქვთ, მაგრამ სამაგიეროდ იცი რას გაძლევენ, იცი ხელოვნური ფასნამატი არ აქვთ და ჩვენ ვართ ის კომპანია, რომელიც აი ამ გრძელ გზას ვირჩევთ. არა თქვა და თუ ხალხთან მივდივართ, მაგრამ ვიცით რა ვყიდით და და ვიცით ამასთან ერთად რომ რა ხარებს ვყიდით და რომ მინიმალური ფასნამატი ვყიდით, იმიტომ რომ საქართველოში დღეს ის ყავს ხელმისაწვდომი, თორე მე რეალურად თითქმის ვინც კი რამეს აკეთებს ავტოინდუსტრიაში, თითქმის ყველას ვიცნობ. დაახლოებით 5000-მდე კომპანიასთან მქონია შეხვედრა, გასაუბრება და რას აკეთებენ, როგორ აკეთებენ, ვიცი ყველაფერი. არჩევანი რატომ ავტობანს? იმიტომ რომ ავტობანში არის სწორედ ეს ზეთები, რომლებიც არიან უპირველესად მომპოვებლები, მწარმოებლები და ძალიან უმსხვილესი თავის ქვეყანაში უმსხვილესი კომპანია. ვიღაც ფაქტურად სხვა კომპანიები მე ყიდულობენ ნედლეულს. ერთ-ერთი ესეთი კომპანია არის SRS, რაც არის ჩვენთვის სიამაყე, რომელსაც მარკეტინგი აქვს ნული, მაგრამ არის ყველაზე დიდი ქარხანა გერმანიაში და ყველაზე ხარისხიანი ქარხანა გერმანიაში. არ არსებობს გერმანიის ტერიტორიაზე რამე ზეთი მზადდებოდეს და მისგან რამე ბაზას არ ყიდულობდეს ეს SRS-თან რამე შეხება არ ქონდეს, ხო? კი, სულ არის ესეთი 4-5 კომპანია გერმანიაში, რომელსაც აი ესეთი მასშტაბი აქვს, თუმცა ეს ნომერი 1-ია თავისი მასშტაბით გერმანიაში. 100 წელზე მეტი კომპანია არის ამ კომპანიის თქვათ წლოვანება და მათ დაიწყეს ნავთობთან შეხება, ისინი ამზადებდნენ ლამპის ზეთს. თავიდან მაშინ ავტოინდუსტრიის არ არსებობდა, ლამპის ზეთის დამამზადებელი პატარა ქარხანა იყო, გადიდა და დღეს ორი უზარმაზარი ქარხანა აქვს ჰამბურგში და კიდევ ერთ პატარა ქალაქში ცენტრალურ გერმანიაში. საოცარი ენერგეტიკული მაჩვენებლები თვითონ ნაგავს წვავენ და ისე ამუშავებენ თქვა ზეთს და ხარისხის აი უნიკალური ხარისხი აქვს, იმიტომ რომ ეს არის სუფთა არა ტრანსნაციონალური კომპანია, რომელიც ერგება ბაზრებს, თქვა სადღაც აბუ-დაბიში აკეთებს რაღაც იაფია სეგმენტს, არა. ეს არის თავიდან მომდე გერმანელებზე გათვლილი ზეთი. ფაქტიურად ისე არის, რომ გერმანიაში SRS-ი ყველა მიცის, ეგრე გამოდის, ხო? პროფესიონალებმა კი. მაგრამ ძალიან ბევრი მარკეტინგს არ აკეთებენ საერთოდ. შეფუთვას მაგიტოა ესეთი კასტროლის ქარხანა არის ქარხანა თვითონ ეკუთვნის ამ კომპანიას. კასტროლში საბაზო ზეთის სრული მიეწოდებელია. კასტროლი აკეთებს ბლენდინგს, კი თავის დანამატებს სწავლობს ყველაფერს და სწორედ კასტროლის ქარხანაში გავიცანი ესენი. ეს 2006 წელი ჩასული ვიყავით კასტროლში, იმიტომ რომ არალი და კასტროლი ერთი კომპანიაა, ერთი საწარმოა, ისიც ჩვენ არალის გონდა გადავალთ იმაზე და იქ სწორედ მათ გითხრეს, რომ სრულად მისგან ვიღებთ საბაზო ზეთებს. ბოლში ასხავენ და გადაგვიყვანეს გვერდზეა ქარხანაში მარტო გზა ყოფს შუაში და პირდაპირ ესეთი პირდაპირ გადმოდის საბაზო ზეთები, კი ტუმბოთი ხდება მისი გადმო ფაქტობრივად SRS არც მარკეტინგი ჭირდება, ხო, სხვა მიმართულება. იმხელა გაყიდვები აქვს, რომ მეტი რაღა მარკეტინგი მოხდება, ჩვენ გარეშე ვერ არსებობს, დაახლოებით პასუხი ეგ არის. SRS ყავს კონკურენტი. კი. აი მაგ მიმართულებაში. კი, აი მე შემიძლია გითხრათ, ანუ არის ერთი გერმანული კომპანია, რომელიც მიმაჩნია, რომ მე მისი კონკურენტია. არა ის, რასაც საქართველოში ხო, გასაგები. მარკეტინგი საქართველოს ძირითადად ვიცით მარკეტინგული კომპანიები. არის ძალიან კარგი კომპანია, რომელიც მისი კონკურენტია, მაგრამ ის საქართველოში საერთოდ არსებობს, მაგრამ მას არავინ არ ასახავს. თუ არ იციან. ხო, მივხვდი. საინტერესო კითხვა არის SRS-ის ბაზაზე. კი. დამზადებული ზეთები აქვს სხვებიც გაქვს? კი. აი არ არის. მთლიანად
კეთდება SRS-ის ბაზაზე. აჰა. ეს არის ერთ-ერთი ჰამბურგის გასტროლი, ოღონდ გერმანელებისთვის რჩება მთლიანად გერმანიაში. ეს არის 99% გერმანიის მოსახლეობისთვის დამზადებული ზეთი. ფაქტია, ავტომატურად ისინი არ არიან ორიენტირებული, თქვათ, გამოტანაზე და ეს გაშალონ და 180 ქვეყანაში აკეთონ დისტრიბუცია, საერთოდ ამისთვის გასტროლია, რომელიც 180 ქვეყანაში წავიდეს. ნუ ერთი კომპანიის ორი ბრენდია. ეს არის შიდა ბაზრისთვის, გერმანული ბაზრისთვის გაკეთებული პროდუქტი და ცნობადობა კოკა-კოლას მეორე ადგილზეა კოკა-კოლას მერე გერმანიის ტერიტორიაზე. კაი, კი, აი ეს ბრენდი არალი. არა ვართლა? კი, ნუ მეორე ადგილზეა კოკა-კოლა ასწრებს ერთ-ერთი ცნობადობით. ვა 3500 ბენზო გასამართი სადგური აქვს გერმანიის ტერიტორიაზე, ნომერი 1 არიან, მეორე არის უკვე ინგლისური კომპანია, ყველამ რო ვიცით. კი, ბატონო. ვარა საინტერესო არის. ესე იგი, ფაქტიურად SRS-ი და არალი არიან ხარისხი დაახლოებით 99% ემთხოვა ერთმანეთს. არა, უბრალოდ არალი მაინც ძალიან ცნობადი ლოგოა და რა თქმა უნდა ამ ლოგოს ხარჯზე ცოტა მეტი ღირს. შავი მუშები არიან ეს ცნობადი ლოგო და ამიტომაც არის სუფთა ქარხნის ნაწარმი ლოგოს ფასის ნამატის გარეშე. ბატონო ბაკურ, ესეთი კითხვა მაქვს ხა ზეთის არჩევასთან დაკავშირებით რა. მაგალითად მე მყავს ამერიკული მანქანა, რომელსაც გარბენი აქვს უკვე თითქმის 300,000 და ვასხავ 5.30-ს, მაგრამ რადგან 300,000-ია გარბენი, მე უვნებიან ხოლმე და ესეთი იდეაც არსებობს, რომ 5.40 უნდა ჩაასხა, რადგან ცოტა უფრო ცოტა მეტია და ასე. 5.40 ამერიკელებმა არ იციან რა არის. იციან 5.30. ევროპელი 5.40 ამერიკაში ეძახიან ევროპულ ფორმულას. პირდაპირ აწერია ევროპული ფორმულა. აი ეს ევროპული ზეთი, ესე აწერია ამერიკელებს. ხო არის გერმანული მანქანები და იმათვის არის განკუთვნილი. ამერიკელები 5.30 ზევით ზეთს არ ხმარობენ. ნუ შეიძლება სპორტული მე 10-60, 5.50, 20-50, ეგ სხვა რამეა. მაგრამ სტანდარტული გამოყენებისთვის 5.30 არის მაქსიმალური წებოვნება, რაც ამერიკული მანქანები ითვალისწინებს. ეს არის ძლიერი ძრავები, დიდი მოცულობის ძრავები, და არ არიან მაღალი ბრუნვაზე გათვლილი ძრავები. სიძლიერით გამოირჩევიან და ახლა ჩვენ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა SRS-ისთვის თავარი არის ევროპული წარმოება, არალისთვის მთლიანად გერმანული წარმოება და მე მგონია ადრე მითქვია შენთვის რომ 700 ოფიციალური დილერია გერმანიაში Mercedes-Benz-ის 500 მოიხმარს არალის ზეთს. მთლიანად კონტრაქტი აქვს არალთან, Mercedes-ის ორიგინალზეც არ იღებს, იღებს არალს. ეს იმხელა ტრადიცია უკვე წლებია ერთად არიან რომ აი ესეთი გადაწყვეტილება არის. ამერიკაში ესე 5.30 ფაქტობრივად არ არის. სწორედ იმის გამო რომ ქონოდა მაქსიმალურად დაშვება და მაქსიმალურად მიახლოება იმ სტანდარტთან რაც არის ამერიკული, სულ აი ახლა ხანს საკმაოდ დიდი ურთიერთობის შედეგად დავიწყეთ ესეთი საოცარი ასევე ხარისხზე იცი რომ გართულება გვაქვს ჩვენ კომპანიას. კი, მაგარი. პეტრო კანადა. ეს არის 50 წლის კომპანია. 50 მილიარდიანი ბრუნვით, ეს არის მომპოვებელი კანადის ტერიტორიაზე, მათ არაბების ნავთობი არ ჭირდებათ, ისინი თავის ნავთობს მოიპოვებენ, თვითონ გადაამუშავებენ A-დან Z-მდე მთლიანად მთელ ციკლს ისინი ერთი კომპანიის ხელშია მთელი ციკლი. ყველაფერი ამათია? კი, ყველაფერი. არაბისგან არაფერს არ ყიდულობ. ნუ გარდა დანამატებისა, რომელზეც არის 4 მსოფლიო კომპანია, რომელსაც ძირითადად ამერიკული ქიმიური კომპანია იმ დანამატებს ყველა კარგი ხარისხის წარმოებული მათგან ყიდულობს. და ფაქტობრივად ამათ ეგა 5.40 ზეთი არ აქვს, ხო? 5.40 კანადაში არ აქვს, ევროპაში პატარა ბლენდერი კომპანია, საიდანაც ბაზა ჩადის და იქ აყავთ 5.40 წებოვნება და იქ ამზადებენ, იმიტომ რომ მითხეს რომ თუ გინდა, თქვა ევროპული 5.40 და თქვა სხვა ევროპული დაშვებები მოდი წაიღე ჰოლანდიიდან ზეთი, რაზეც უარი ვთქვით, იმიტომ რომ ნუ ეს ამას ვაკმაყოფილებთ 100%-ით ჩვენი ბრენდებით. ასე რომ ეს არის ის ბრენდი, რომელიც აკმაყოფილებს ყველა ამერიკელი მწარმოებლის. Chrysler-ი, Ford-ი, General Motors-ი, ყველას. თუმცა ამერიკულ ბაზარზე აქვს გახლავ. და ასევე კორეულ იაპონურ მანქანებსაც იცი რომ ძალიან ბევრია ამერიკულ ბაზარზე და GF7 აქვს კლასიფიკაცია, რომელიც ჯერ
მე დაკრული ეტიკეტზე არავისთან არ მინახია. პირველი ამათ GF7 ყველაზე ბოლო 2025 ტექნოლოგიების წლის ამბავია 25 წლის სპეციფიკაცია, რომელიც უნდა აიღო, გაიარო ის შემოწმება, ის სტანდარტები და ჯერჯერობით ამათ ჯერჯერობით პირველები არიან ამაში. აი აწერია კიდევაც GF7. ნო GF7 ამასაც აწერია. რომელიც ჯერ სხვა კომპანიის ეტიკეტზე მე დატანილი არ მინახია. გარბენის ცვალებადობა, ეს უკვე გარბენის 300,000-ით თუნდაც მეტი. კი. ამასთან შემთხვევა არანაირი არა. 300,000 აქვს გავღარბენი და ისევე 5.48-ს ხა, იმიტომ რომ გერმანული მანქანაა. შენ ყავს ამერიკული და 5.30-ს ხა. იმიტომ რომ ხო, აი რაღაცა ჭამს უნდა დაამატო. თუ შენ შეცვლილ წემონებას იქ ცვეთა ბევრად გაიზრდება და ბევრად მეტი რამე დაშავდება. შეუსაბამო იქნება. შეუსაბამო ბევრად რამე მეტი რამე დაშავდება, ვიდრე თქვა წემონების აწევით შეიძლება ცოტა მოიკლოს ჭამა, ძრავის, მაგრამ სამგე სხვა რაღაცები დაზიანდება. ანუ გერჩივნოს. ანუ ფაქტიურად ეხლა ჩემი მანქანები რადგანაც ამერიკული მანქანაა, ეს არის იდეალური. და თვითონ ჩვენ გვაქვს ჰაი მილიაჟი, რომელიც არის მაღალი გარბენის ზეთი, ძრავების კი ბატონო. ამასაც აქვს პეტროკანადასაც აქვს? კი, პეტროკანადას აქვს სპეციალურად, მაღალი გარბენის ზეთი. რაღაც დაამატია გაკეთებული? კი, აი ჰაი მილიაჟი. ხო. აი მილიაჟი ეს ნიშნავს, რომ ეს დიდი გარბენი აქვს, აი ეს ზეთი შეიძლება ჩაასხა, წებოვნება არის იგივე, მაგრამ გარკვეული დამცავი დანამატები აქვს. რომელიც დიდი გარბენის შემთხვევაში ეს არის შემდეგი. აქამდე თუ არ ავსვასხავდი და ეხლა რადგანაც ამერიკულია ამას. კი ბატონო, ამერიკულ მანქანაზე თუ მე გერმანულზე გადახვალ, მე არაზე გადადი. ძალიან საინტერესოა. პეტროკანადა, როდესაც ეგრამ საუბრობდით, ვამბობთ, რომ იაპონური მანქანებისთვისაც, ავტომობილებისთვის არის იდეალური, ხო? იდეალური, კი. და მე აი ამავე დროს გვაქვს პროფიქსი იაპონური ზეთი, რომელიც ასევე არის ძალიან ცნობილი და ძალიან ხარისხიანი. ადამიანის გემოვნებას რას გავუკებ, ხო? ამიტომაც არ არის SRS-ი, ეს არის ორივე თქვა ევროპულ მანქანებზე, ასევე პროფიქსი პეტროკანადა. ურთიერთ გადაზღვევა და გემოვნება ადამიანებს, ხო? ზოგს უნდა რომ იაპონურ მანქანაში ჩაასხას იაპონიაში დამზადებული ზეთი. პრინციპში მესმის, ხო? არჩევანი თავის დროზე ესეთი იყო პეტროფიქსზე, მაგრამ აი ხა მაგალითად როდესაც ეს კრიზისია დიდი, ამათ ცოტა გაუჭირდათ ნავთობის მოპოვება. კანადას ეს არ უჭირს მაგალითად. კანადას თავისი. კომპანიაშიც ეს გარკვეული დაზღვევებია, ვარ მოგიხდეს. ეს უკვე როგორც ავტობანისთვის, როგორც კომპანიისთვის, ხო? ვარ მოგიხდეს ჩავარდნო, თქვა, ხო? ასევე გეტყვით BMW-საც, Mercedes-საც, Toyota-საც, თქვა, Nissan-საც და Renault-საც და რა ვიცი, General Motors-საც არ აყავთ არასოდეს თემაში ერთი მიმწოდებელი. მინიმუმ 2 გადაზღვევები აქვთ მესმის. იმიტომ რომ არ შეიძლება მოგივიდეს ჩავარდნა. შენი მომხმარებელი ამას ვერ იგებს, რატო ჩაგივარდა რაღაცა ან ტრანსპორტირების გამო, ან რა ვიცი 1000 კატაკლიზმაა სოფლიოში, ხო, ან ზებია გადაკეთებული. ლოგიკურია პრინციპში და ავტობანის პროფესიონალიზმზე მიუქითებს. იდეალური ზეთია. ესეც არის ხარისხით, აი მუშაობს იდეალურად, აი ჯერ უკმაყოფილო არავინ არ შეხვედრია. მაგრამ მოდი ერთი საიდუმლო გავიაროთ, რომელიც მეგონი შენ იცი, ხო? მახსენდება ჯერჯერობით. 3 ქარხანაა იაპონიაში და ყველა ბრენდი მზადდება ამ 3 ქარხანაში. ხო. ეს არის იდემიცუ, ენეოსი და კოსმო. კი ბატონო. შემიძლია ამათ ხსენება რეალურად, იმიტომ რომ წუც არაფერს არ ამბობ. სამივე არის იდეალური. განჩენი, თქვათ, იდემიცუს წარმომადგენლები ვართ ჩვენ და ეხლა განახლება მიდის. კი, არის ძველი შემორჩენილი, ეხლა განახლებული პროდუქცია შემოვა, ესევე ჩავარდა გარკვეული რაღაცები ერთ პერიოდში და აი სწორედ ამიტომ გჭირდება გადაზღვევისთვის ეს მომენტი. და მე შემიძლია გაჩვენოთ ორიგინალი ზეთები, რომელიც ასევე გვაქვს, თქვათ, Nissan-ის, Honda-ს, თქვათ, Mitsubishi-ს. ამათ ბაზაზეა, რომელი ამ სამი ქარხანა ამ სამიდან რომელიღაც აკეთებს, რა თქმა უნდა, არც ერთ იაპონურ კომპანიას მანქანების წარმოებას თავისი ზეთის წარმოება არა. იგივე ამბავია რა SRS-ზე? კი, იგივე. ამათგან მიაქვს ბრენდირებასადები. ერთი პატარა საიდუმლოა, რომელიც მე შენს ადრე მომიყოლია, ხო? როგორ გავარჩიოთ, რომელ ქარხანაშია ორიგინალი ზეთი გაკეთებული, ხო? არსებობს ორი ტიპის სახელური. ერთი აი ესეთი. კი ბატონო, მეორეს მოძრავი სახელური, რომელიც არის და არის მეორე სახელური მყარი. ესეთი. ეს არის სახელური, რომელსაც ირჩევს იდემიცუ. ეს არის რომელსაც იშევს ენეოსი. ასე ინტერესოა. აი როგორც კი შეხედავ სახელურს, ეგრევე იცი რომელ ქარხანაშია გაკეთებული. კი ბატონო, აი პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ. ხო. ეს არის ენეოსის პროდუქცია და თუ აი ზეპროს ჩამოვიღებთ, შენ ახლა ჩემზე მაღალი ხარ, მოდი მომეხმარე. ხთა მივორდის არ შევწყვეტ. კი ბატონო. აკაც ეგრევე აკაც ეს უკვე ყველა ეგრევე გასაგებია, რომ ეს თქვა და ის სადაც არის
ესეთი ტიპის სახელური არის ერთ ქარხანაში გაკეთებული. იაპონელები მაინც როგორ აი, აგერვე მეტალის იმაში აქვს ჩამოსხმა იაპონელებს ძირითადად. ერთ და იგივე ბრენდი Nissan, ვთქვათ, ხო, აი თუ გავივლით. Nissan-ის ვთქვათ 530 გაკეთებულია Eneos-ის ქარხანაში. აგერ არის. პოლდა ხუჭუმაში. არა, აგერ. Nissan-ის ვთქვათ CVT 2Z გაკეთებულია Idemitsu-ს ქარხანაში. Nissan-ის CVT 3 გაკეთებულია Idemitsu-ს ქარხანაში. ასე რომ თან იაპონელებს აქ ძალიან მარტივად არსებობს GF კლასიფიკაცია, რომელიც თქვა პეტროკანალას აქ 7 მინიჭებული 7. აქ ჯერჯერობით 6-ია ამათი აღებული. ამერიკელები ხო ყველაფერს პირველები აკეთებენ. და ერთი ამ მინდა გითხრათ, რომ თავისუფლად შეიძლიათ იაპონურ ზეთებში თქვა. ჩაასხათ Mitsubishi, Toyota-ში, Toyota ჩაასხათ Nissan-ში, იმიტომ რომ შიგნიდან ყველგან ასხია GF6 კლასიფიკაცია. რომელიც ყველასთვის დამაკმაყოფილებელია. აი ძალიან გამარტივებული აქვს ეს მიდგომა იაპონელებს. რაზეცაც ისოვი შეიძლება თავისუფლად პირდაპირ გაანაწილო იმის გარეშე. მე მქონია შემთხვევა, ნუ აი უთქია როგორ ჩავასხა Mitsubishi-ზე თქვა. ხო, და პრინციპში იგივე. ასხია შინკენ ერთ და იგივე. აგერ არის Mitsubishi. ხო. ეხა Idemitsu-ს ქარხანაში ჩამოსხმული GF6-ია, 020, 530. ნებისმიერი ზეთი Mitsubishi მთლიანად Idemitsu-ს კონტრაქტორია. აი ესეთი კითხვა მაქვს მაშინ. პეტროკანადას თუ ვასხავთ იაპონურ მანქანებში. იაპონური ზეთი ეს პროფექსი შეგვიძლია ამერიკულს ჩავასხათ ჩვეულებრივად? არა, ამას ამერიკული დაშვებები ნაკლებად არ აქვს. აი General Motors-ის Texas 2, Texas 3, Texas 1, თქვათ Cadillac-ის, Ford-ის დაშვებები ამათ არ აქვს იაპონელებს. ესენი მთლიანად ორიენტირებული არიან იაპონურ ბაზარზე, იაპონურ მოთხოვნებზე. ამერიკელები უფრო ფართო მასშტაბიანად უყურებენ ამას ყველაფერს, როგორც აღმოყოფილეს Ford-ის და GM-ის თქვათ კლასიფიკაციას, ასევე აღმოყოფილეს. მაგრამ მაგ ინფორმაციის გაგება სიტყვაზე ვინმე ფილიალში რომ მოვასწრეთ შესაძლოა შეულებრივად. ნებისმიერი ჩვენი კონსულტანტი ყველაფერს ისე ყველაფერს ინფორმაციის მიღება შეგიძლია. ნუ მარჩიელობა არავის არ დაჭირდება მოკლედ. ყველამ ეს ყველაფერი იცის. ბატონო ბაკურ, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ასმული კითხვა დარწმუნებული ვარ, ყველაზე ხშირად ალბათ. რა კილომეტრაჟში ერთხელ უნდა შევცვალო ზეთი? საშუალოდ, აი რო აიღო, არის 10000 კილომეტრი. საშუალო მაჩვენებელი. ხო. რომ გავათანაბროთ ყველა და ყველაფერი. კი ბატონო. მაგრამ არსებობენ სპეციფიური ზეთები. მე ხა გაჩვენებ ეს არის i-tronic K. არალი, ხო? კი, არ არის. ამას ქვია long life. ეს ხანგრძლივი მუშაობის ზეთი. გერმანელები ამას უწევენ 30-დან 50000 კილომეტრამდე შეცვლას. ხო, სასწაულია. რეალურად აი ამ თელ გამაში მე რომ გითხოთ, ყველაზე მაგარი ზეთი რომელი არის ეს. ეს არის ეს ზეთი ასხია BMW-ში. ვა. აი, ამასაც long life. ამას ამზადებს BP, Aral, Castrol-ის კორპორაცია ამზეც. და როგორ ხდება თქვა BMW-ს ორიგინალი ზეთი ჩვენთან. რა თქმა უნდა, აქ ნარჩენი წარმოება, ნარჩენი როგორ BMW-მ შეუკვეთა თქვა 100 ტონა. ხო. წაიღო 80-20 დარჩათ. მირეკავენ და მეუბნები რომ 20 ტონა გვაქვს, BMW მოგცა გაყიდვის უფლება, იმიტომ რომ რჩება, ხო. ხო, გვილაგია და საწყობის დეფიციტია და აი ესე ხსნით მორჩენილ პარტიას და მოგვაქვს. რა საინტერესოა. პირდაპირ წარმოებლის ხელით. არავინ ამ BMW-სგან მხოლოდ შუამავალი არავინ, ხო. პირდაპირ წარმოებლისაგან ისევ როგორც ყველაფერი წარმოებლისაგან. ვა. ესევე მოდის თქვა Ford-ის ზეთი, პირდაპირ განსხვავებაც არ არის შეხედე. ერთ და იგივე. ბოთლისა და იგივე ფერია. Ford ძალიან ეკონომიური კომპანია, ამიტომ ზედმეტს არც კანისტრაში არ იხდის და თავის ეს long life-ია იდეაში? არა, ეს ჩვეულებრივი Ford-ის ზეთია, F-ია კლასიფიკაცია Aralში. ეს ზეთი ქონია Aralშიც. არალისგანაც მოქონდა, შემდეგ ნარჩენი წარმოება წარმოექმნათ ასევე და მოხსენით რაღაც საკმაოდ დიდი პარტია და წამოვიხეთ. აუ მითი არ არის რეალურად ეს 20000 კილომეტრი და არა, ეზეთი თუ ბენზინი არის იმ ხარისხის, რაც შეესაბამება ძრავის უწერია რა, ოქტანობაც უნდა კონდეს და წვა ხდება სრული და არ გადადის ბენზინი. ეგ უკვე სხვა ტექნიკური პრობლემაა. და არ აფუჭებს ზეთს. ამ შემთხვევაში მას თავისუფლად შეუძლია გაიაროს 30. ჩვენ ქონია შემთხვევა 20 გაული ადამიანს 22, 23 მოსულა დამავიწყდა საერთოდ შეცვლაო
და ჩავხედეთ ზეც ქონდა წებონი ყველა თვისება შენახული ქონდა აბსოლუტურად. ნუ ფაქტობრივად ესე იგი ეკონომიურიც გამოდის. კი, ძალიან, ნუ ორი შესვლის მაგრამ ერთი შესვლა კი, აი სადღაცა 60-70% თანხის ეკონომია გამოდის ამის ხმარება. ამ ზეთმა მოახდინა ის, რომ ევროპაში ძალიან მოიკლო ზეთის რაოდენობა გაყიდვების და თვითონ ირწყავდნენ თავში ეს რა გავაკეთეთო, საკუთარი ხე მოვჭერეთ თვითონ, იმიტომ რომ შეგვიწირდა გაყიდვები. ეს არის საერთოდ უნიკალური ზეთი. მსგავსი რამე სხვასაც აქვს, სხვა ბრენდებსაც გვაქვს? კი, long life ეს სტანდარტი აქვს ხვებსაც, ნუ მაგრამ ხარისხში შეიძლება ამბონის არ იყოს. რომ ეს არის ის, რომელსაც ხელს აწერს BMW, Volkswagen, Mercedes-ი და ამას გადაუღეთ ახლდა. ძალიან ისეთი რამე. ამას ყავს თავისი მოხმარებელი, ვერ გააკარებ ვერაფერს იმდენად ყვაყოფილები, რა ვინც ამის გემო იცის, ის სხვას აღარ იკარება. როგორც მინიმუმ ძალიან მაგარ ეკონომიას აკეთებ. 77? 77. რა თქმა უნდა, როდესაც ესეთი ყველაფერი გააქვს ძალიან მაღალი კლასის და ნუ ფასიც მაღალია, აუცილებლად საქართველოში გჭირდება რაღაც ბიუჯეტური ბრენდი. ბიუჯეტური ბრენდები ძირითადად არიან განთავსებული, რომელიც ეხა 77-ს არანაირი კონტრაქტი არ აქვს არც BMW-სთან, არც Mercedes-სთან. თავისთვის არიან ეს. ეს არის სუფთა ავტომარკეტის ზეთი, როდესაც მანქანას აქვს 10 წელი, 15 წელი, 20 წელი, შეიძლება 5 წელი. აი ამ ეს მანქანებს არ უნდა ხანდახან იმდენი თანხის გადახდა, რასაც იხდი ორიგინალში და არსებობს ბიუჯეტური ბრენდები. ესენი ძირითადად ესეთი ბრენდები განთავსებულია და იწარმოება ჰოლანდიასა და ბელგიაში. ეს ჰოლანდიაში წარმოებული ზეთი, სხვა შორის პეტროკანადარი ერთ-ერთი მიმწოდებელი საბაზისო ზეთის მისთვის, პეტროკანადას გაყიდულობს საბაზისო ზეთებს, შეიძლება სხვისგანაც, მაგრამ ერთ-ერთი მიმწოდებელი, იმიტომ რომ მისი არჩევანი თავისუფალია, არ იზღუდება თქვა ერთი კომპანიით, სადაც ნახულობს რაღაცა ცოტა იაფად, შეიძლება იქ იყიდოს. და ნუ არ აქვს პრეტენზია არანაირ თქვა რაღაცა ეტიკეტი, ღირებულება. ეს არის ბიუჯეტური ზეთი, ძალიან მაღალი ხარისხის და თანამედროვე ქარხანა არის, უთანამედროვე ეს ქარხანაა, 5 წლის წინ მოახდინეს სრული გადაიარაღება, წკრიალებს იქაურობა, ისეთია და ჯერ უკმაყოფილო ასევე არავინ არ ყოლია, თუმცა ფასით ხანდახან ორმაგი სხვაობაა, თქვა აი ძვირადღირებულ ბრენდებთან შედარებით, რომელსაც ბიუჯეტურად თუ გინდა ეკონომია გააკეთოს, თქვა კორეული დანამატი იმყიდოს და არა ინფინიუმის დანამატი ნაკლებად ხარჯავს. აბრიზოლისგან არ იყიდოს დანამატი და რაღაც ხო, რა ბიუჯეტურს თუ ეძებ? კი, თან ხარისხის გინდა რომ ისეთი რომ მანქანა არ მოსკო. ჯერ უკმაყოფილო ამისი არ მოსულა არავინ. იმიტომ რომ იმ თანხის შესაბამისია, რასაც მასში იხდიან და თან ამას არ აქვს, აი არას მიმართულება აქვს გერმანული, თქვა ბაზარი. ხო, ამას უფრო ამერიკულ თავისუფალი ამას აქვს თავისუფალი არჩევანი და თითქმის 99%-ით ფარავს. აქ ასევე როგორც Ford-ის ზეთები, General Motors-ის, ასევე იაპონური, ასევე ევროპული და ამიტომაც რეალურად რაც ძალიან გიყვარს. კოლოფის ზეთები. ძალიან დიდი რენჯია კოლოფის ზეთების. იქით თითქმის 99%-ით ასევე ფარავთ კოლოფის ზეთების მომსახურებას და ფასი აქ იდეალური. მუშაობს იდეალურად. ბატონო ბაკურ, მე ყველა კითხვაზე პასუხი მივიღე, ფაქტიურად რაც ახლა ამ მომენტის კითხვები მქონდა. მე მგონი მაყურებლებო თქვენს უმრავლესობა თქვენ კითხვებზე პასუხები მიიღეთ. თუ რამე საინტერესო კითხვები გაგისდებათ ან სხვა მოსაზრებები და ასე შემდეგ, შეგიძლიათ ეს ვიდეო სადაც დაიდება, კომენტარებში ყველა კითხვები დასვათ და მე ჩვენ შემდეგ ვიდეოებში ბატონი ბაკური გიპასუხებთ. მე მაგდენი კომპეტენცია არ მაქვს სამწუხაროდ, ჯერჯერობით. მოკლედ, კიდეც ამოწურეთ და კიდეც არა, ხო, რაღაცეები კიდე არის, ხო, ძალიან ფართო თემა არის. თქვენ იმ ხელად ცოტა გაგვაქვს. დარჩა იმაზე პასუხის თუ ზატავართ ყოველთვის. მოკლედ კომენტარებში დაწერეთ, იმედი მაქვს ვიდეო მოგეწონათ. და მე მგონი საინტერესო რჩევები ნამდვილად მივიღეთ რა. შეგვიძლია ჩვენი მანქანები ცოტა უფრო კაი ფორმაში ყავდეს, როგორც მინიმუმ ზეთების მიმართულებით. ბატონო ბაკურ, მადლობა. მადლობა თქვენ. მომავალ შეხვედრამდე. აბა კარგად ხალხო.